ის, რასაც იდეალურად ნორმალურ ჯინს გავს, ასე არასდროს უნდა იყიდებოდეს, რადგან სტარტაპის დამფუძნებელს ნინო ველცს ცოტა ხნის წინ აღმოსავლეთ ალპ-კრაისის რაიონული ოფისის სურსათის ინსპექტორი ეწვია. მან ოფიციალურად დალუქა ჯინის ბოთლის ნიმუში და მოამზადა ექსპერტის დასკვნა. ბოთლები ყველაფერი გზია, შიგთავსიც კარგია. ანგარიშმა ეს უბრალოდ დაადასტურა. სინამდვილეში ოგმში აღწერილია კიდეც, თუ რამდენად ლამაზად შეიძლება ამ არომატის ნოტების გასინჯვა და ასე შემდეგ. ასე რომ, სასმელი და კონტეინერი რიგზეა, მაგრამ სურსათის ინსპექტორის მიერ ეტიკეტის დეტალურმა ლაბორატორიულმა ანალიზმა შოკის მომგვრელი რამ გამოავლინა. მხოლოდ მომხმარებლის უფლებების დაცვის წყალობით გაირკვა, რომ ჰოლდერლინბეგზე, ჩვენი მისამართის ეტიკეტზე, სამწუხაროდ ძალიან პატარა. სწორედ ეს წერია გამოძიების ანგარიშში. შრიფტის ზომის შესახებ მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება 2011 წლის EU 1169 რეგულაციის მე-13 მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნებს და ამით აკრძალულია ჯინის ბოთლების გაყიდვა, რომლებიც არ შეესაბამება 2011 წლის EU 1169 რეგულაციის მე-13 მუხლის მეორე პუნქტს. რეგულაციის თანახმად მომხმარებელისთვის უკეთეს წასაკითხად მისამართში ასოების სიმაღლე უნდა იყოს 1,2 მილიმეტრი, რომელიც ყველა ასოა ეს კარტა. ჩვენი ასოების ზომა შეესაბამება 1,08 მილიმეტრს. აქ ტოლერანტობა არის 0,05 მილიმეტრი. ეს ნიშნავს, რომ დასაშვების გამოკლების შემდეგ გვაქვს 0,07 მილიმეტრი გადახრა. ეს უბრალო რამ არ გეგონოთ. ის ფაქტი, რომ ძალიან დაბალი იყო, ანალიტიკურმა ანგარიშმა ძალიან ზუსტი გაზომვის მიკროსკოპიული მეთოდის წყალობით გამოავლინა. რა თქმა უნდა, წესები გვჭირდება, ამაში ეჭვი არ გვეპარება. ჩემი აზრით, პრობლემა იმაში კი არ უნდა იყოს, რომელიმე ასო 0,07 მილიმეტრით პატარა თუ დიდი, არამედ პრობლემა იმაში უნდა იყოს, რა არის მოთავსებული ამ ბოთლში. ჩემი აზრით, შეიძლება ამ შემთხვევაში თვალი დაუშვათ და თქვან, რომ შემდეგზე გაითვალისწინე და ცოტა დიდი დაწერე. ან მსგავსი რამ. ეს ამით არ დამთავრებულა. ეტიკეტების ამ ტიპის თაღლითობა უნდა შეწყდეს. თუ დეფექტის გამოსწორებას არ დათანხმდებით, ადმინისტრაციული პროცედურის ფარგლებში წერილობით და თქვენი ხარჯებით მისი გამოსწორების ბრძანება გვაქვს გაცემული. ამჟამად მარაგში თითქმის 700 ეტიკეტი გვაქვს დარჩენილი, რომელთა განადგურებაც მოგვიწევს. როგორ შეიძლება ადგე და უბრალოდ გადაყარო 700 ეტიკეტი? იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეზე პატარა წერტილი ძალიან თხელი კალმით დავსვათ და ეს 0,07 მილიმეტრიანი უფსკრული შევავსოთ. ახლა თქვენს წინაშე პატარა, მაგრამ ზედმიწევნითი ამოცანა. რა სიტყვით მეორე ეზე ამ სიტყვაში? მოდი ეს ასე დავტოვოთ, თორემ ნამდვილად აუტანელია ეს ყველაფერი.